მარტო გრინეის წარმომადგენელი რომ ვარ, გონია თქვენ მე სახლში მარტო გრინეის ქვაბები მაქვს, არა ფეიქები არა. აი ესეთი ქვაბებიც მაქვს, აი ნახეთ ახლა როგორი ვაპრიალებ და გაპრიალებული ქვაბი მიზევს თუ ხოლმე. და რითი ვაპრიალებ? აი ესეთი მისტიკის პასტით და ეს ჩვენი ჭურჭლის ღრუბლით, სარეცე ღრუბლით. ჩავაწერ აქ ცოტას ასე გავუსმევ აი ამ ყვავს. ასე გამოუსმევ კარგად. რადგან საჭმლის კეთების დროს ყოველთვის მაინც რაღაცა რჩება. რამოდენიმე გაკეთების დროს, რა თქმა უნდა, ქვაბი ჭურჭლიანდება, ბინძურდება და მოითხოვს ნამდვილად კვირაში ერთხელ მაინც ამ მისტიკის პასტით გასწრებთავებას. და ნახეთ ახლა როგორ გაპრიალდა. ნახეთ, აი ასე გაბზრიალდა, მიყვარს როცა ქვაბს ეტყობა სისუფთავე, ხო? და თან ახლა აი ეს ამ სახლში ყველაზე ძალიან მომწონს აი ეს ნიჟარები. ძალიან მომწონს, რადგან ძალიან კარგად იწმინდება და პრიალდება აი ამ ჩვენი მისტიკის პასტით. აი ერთ ნიუს მოусმენთ და უკვე არის გაბზრიალებული. და ეტყობა, აი ნახეთ როგორი იცავდის ჭურჭლი, ვითომ არაფერია, მაგრამ აი ეს არის რაღაცა საოცრება. ხო? ეხლა გაპრიალდა ეს ჩვენი მისტიკის პასტით, რომელიც 100% ნატურალური და ეხლა ეს ჩვენი დაბინძურდა. აქვე მაქვს ჩვენი ბიოტრიმის საპონი, რომელიც ძალიან კარგად აცლის ჭურჭლს, ლაქებს და აი ესეთ სამზარეულოში ესეთ საშინელ სიტუაციებს, ცხიმებს და ერთს გავუსმევ, გამოუსმევ და ჩემი ჭურჭლის სარეცხი ღრუბელი გაპრიალდა. ასე რომ ყველაფერი გვაქვს ჩვენთან ნატურალური 100%-იანი, არ გჭირდება არანაირი უანტე და ხელთათმარები, არანაირი დაცვა ჩვენი ხელების და აი ესე პრიალებს ჩემი სამზარეულო. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ისეთი რემონტი არ არის აი ამ სახლში, მაგრამ სამზარეულოში ყოველთვის არის სისუფთავე და სიბზრიალე.